მოგესალმებით ყველას, ლიბერალი გოგო ვარ თქვენთან და დღევანდელი ვიდეო შეეხება ძალიან უცნაურ ინდივიდუალს, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც გავრცელდა TikTok-ზე და ლაპარაკობს ასევე რაღაცა უცხოპლანეტელის ენაზე, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ არ გაგვიგია, ანუ დაახლოებით 3 ენის შერევა არის ერთმანეთში და ასე შემდეგ. ხო და სანამ ვიდეოზე გადავალ, მანამდე რაღაცებს დავამატებ, რაც შეეხება ერთი ჩემს გამოცდილებას, გამოცდილებას პრინციპში არა, უბრალოდ პირად რაღაცას და კიდე მაგის გარდა შევეხები წინა ვიდეოს და კიდე რაც მოხდა წინა ვიდეომდე, იმიტომ რომ რაღაც ლაპარაკობ ლიბერალ გოგუებზე, მაგრამ რატომაც არა ამას დავუნიშნავ. ასევე იყო კიდე ერთი კომენტარი, რაც შეეხებოდა იმას, რომ გოგუებზე დელაპარაკობ ყოველთვისო და გოგუებზე ყოველთვის არ ვილაპარაკებდი, არც ჩემი ნება არ არის ის, რომ სულ ამაზე ვილაპარაკო, უბრალოდ საქმე ისაა, რომ იმენ სისულელეს აკეთებენო, რო არ განვიხილო და რო არ ვილაპარაკო ამაზე, უბრალოდ არ შემიძლია. რა ვიცი, ბიჭებმა რო გააკეთო მსგავსი რაღაცეები, იმაცაც ვლაპარაკობ. უბრალოდ საქმე ისაა, რომ გოგუები გამოდიან სულ და რაღაცას, აი ესეთ აზრს გადმოცემენ ესეთი სახით. ხო და იქიდან გამომდინარე კიდე რომ მე ვარ რეაქციების არხი, არ შემიძლია რომ მსგავსი რაღაცა გავალტარო. მით უმეტეს რომ ამ პირადში მიგდებს ყველა, მე ან კიდე მთაგავენ მაგ ვიდეოზე, ან რაღაცა მსგავსი და შესაბამისად ვაკეთებ რეაქციას. და მეც ისედაც მინდა რომ ვილაპარაკო, ანუ ისეთი ტიპი ვარ მე, რომ მომწონს ოდესაც ჩემს აზრს გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ ეხა ბევრს არ მომწონს ეგ აზრი, რა ვქნა. ესე იგი, რა მოხდა წინა ვიდეოზე, ეხა უცებ გეტყვით და მე გადავალ კიდე აი ამ კიდე უფრო უცნაურ ვიდეოზე. წინაზე ვინც არცით გავაკეთე ვიდეო, რაც შეეხებოდა Wizard Liz და ველოდებოდი ეხა რომ მაგ ვიდეოს ბევრი გოგო ნახავდა, ბევრი გოგო კიდე ვინც იქნებოდა მაგ გოგოს კულტიდან და რა თქმა უნდა მოვიდნენ ეგეთებიც რა. იყო დაახლოებით 3 გოგო ეგეთი, 2-მა დაწერა კომენტარი, ოღონ არ მეთანხმებოდნენ, მაგრამ ზრდილობის ფარგლებში დაწერეს ისე რომ არ გეთანხმებიო, რაღაცა ანუ ტუჩებზე გააკეთეს რაღაცა კომენტარი ლიზისაც შეეხებოდა და ასე შემდეგ და უპასუხე რა ნორმალურად ჩვეულებრივად არანაირი პრობლემა არ მქონია, არც გვიჩხუბი არაფერი, მაგრამ მე მოვიდა ერთი ვიღაცა კიდე ქალი და რა თქმა უნდა ეხა იდიოტი ვიღაცა უტვინო ქალი იყო, ქარაფშუტა ესე რომ ვთქვათ, რომელსაც მოწონს ძალიან Wizard Liz და ანუ მაგ კულტის წევრი არის. ხო და იმის მაგივრად რომ დაეწერა კრიტიკა, ოღონ დაეწერა კრიტიკა როგორც ნორმალური ადამიანი, ტიპმა დაიწყო ეგეთი რაღაცეები, რომ შენო სირობა აზრი გაქვს, შენო ესე იგი ინფორმაცია მოძიებული არა გაქვსო, თარგმნა არ იციო შენ ინგლისურიო, რა რისი თარგმნა არ ვიცი, A2 და A1 ინგლისურის არ ვიცი, მით უმეტეს ისეთი ადამიანისგან, რომელიც native მოლაპარაკე არა, ანუ რომლის პირველი ენაც არ იყო ინგლისური, ანუ მაგას ვერ გადავთარგმნი მე. რა სისულელეს იძახით და მაკედან გამომდინარე რომ ეგრე შეურაცხყოფით მოვიდა ეგრევე, ეხა შეურაცხყოფა და შეურაცხყოფს ნუ დაიწყებთ მაგის სწორებას. ხო და გავეცი პასუხი, ოღონ დიდი რაღაცა დავწერე და დაახლოებით ისეთი პასუხი გავეცი, როგორც მაგალ მომწერა. მე რავი ტიპმა იდი ნახვი რა ოკ და გადაასწორა მე ეგ უკვე ჩემი პასუხის შემდეგ ედიტის დახმარებით, რაღაცა ვითომ დიდი დაწერა, ისე რომ საკუთარი თავი კაი გამოეყვანა, მე მომიქსია რაღაცა დაქალები, იმათმა დამიწყეს რომ შენ ავადმყოფი ხარო და ესე იგი ადამიანმაო აგერო დაგიწერაო ნორმალურად აზრიო რა, ანუ ადამიანურად და ლოგიკურადო. რა დამიწერა ლოგიკურად, როცა ადამიანი პირველივე წინადადებაში ჩემს აზრს სირობას ეძახის და მე კიდე მეუბნება იმას, რომ მე ინგლისური და ქართული არ ვიცი, ეგ არის ესე იგი კრიტიკა და ეგ არის აზრის ადამიანურად გამოხატვა და მე ანუ ეგრე რომ გაგლანძღავენ და ან გაგინებენ რაღაცა მსგავსი, შენ ესე იგი რაღაც ქალები არიან, უნდა დაელაპარაკო წესიერად, თორე გეტყვიან მე იმას, რომ აი შენ ქალების პატივისცემა არისი, რომელი ხარ ქალი, მაქედან ძალიან მაინტერესებს. და კიდე ეგ ზოგადად ესე ჩვევი ამ გოგოებს რა, თუნდაც TikTok-ზე ვიღაცა გოგო დამიწერს კომენტარს, ვეკამათები მაგ გოგოს, მერე ჩააგდებს ეგ გოგო ვიღაცა 6 დაქალთან მაგ ვიდეოს, შემოყრიან ამ დაქალებს, მერე დაიწყებენ მაგ კომენტარების ლაიქებს, იმიტომ რომ საკუთარ ეგოს იბუსტავენ ეგრე, ანუ საკუთარ ეგოს იმაღლებენ იმითი, რომ დაქალები ან ვიღაცა თუნდაც ლაიქებს უმატებს მაგათ კომენტარებს და ეგ ლაიქები კიდე მაგათ გონებაზე მოქმედებს ისე რომ აი, ესე იგი მე ჭკვიანური აზრი გამოთქმი. მიუხედავად იმისა, რომ ეგ პოსტი და ეგ კომენტარი დალაიქებული არის მისი დაქალების მიერ, მაინც მაგათ გონებაზე კარგად მოქმედებს და ანუ პოზიტიურ რაღაცა გავლენას ახდენს მაგათზე, რომ აი ბევრი ლაიქი აქვს ჩემს კომენტარს. ხო და ზოგადად ეგეთებს არ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ესე რომ მოიყრებიან და დაქალებს მომიქსევენ და მთელი ეს ბოდიში და სასირეთისა და ქალო რო არის რა, აი 5 დაქალი რო არის და 5-ვე ღლეროა
და რომ მომიყვანენ მაგათა მე მაგას არ უნდა ელაპარაკო კიდე პროსტა არ მინდოდა ეხა კომენტარულ წამიშალა იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მანიფესტო დამიწერა ტიპმა და რატომაც არა პასუხს გავცემ თქო მაგრამ ეგრე თუ მომიყვანა და დაქალებს არ ვიცოდით მართლა ავადმყოფები არიან და ზუსტად ეგეთ ავადმყოფს ემექნება ეხა რეაქცია და მაგიტო გეუბნებით რომ მე შესავალი არის ასე თუ ისე მნიშვნელოვანი მიუხედავად იმისა რომ ჩემი არხი ასე თუ ისე კვდება და დიდი ნახვები და რაღაცები მსგავსი არ აქვს არაფერი მაინც მინდა რომ ნუ გაგაცნოთ რა იმ ადამიანებს ვინც უყურებს ჩემს არხს და შემოდის ხოლმე აქ და რაღაცები აინტერესებს კიდე გეუბნებით მე ამ ვიდეოებით ქალების შეძულება ან უბრალოდ ამ ვიდეოების მიზანი ქალების შეძულება არ არის პირიქით მინდა რომ გოგო თუ უყურებს ამ ვიდეოს ცოტა რაღაცა ჭკუა ჩაუდო მაგათ თავში რა ვიცი რომ ხა ჭკვიანები არიან იმიტომ რომ ჩემს არხს უყურებენ და ნერვები არ ეშლებათ ყველაფერზე და ესე იგი გამოდის რომ რაღაცა ტვინი აქვს თავში და ჭკვიანები არიან ნუ რაღაცა ტვინი აქვს ეხა შემოწყობილი იყო ძალიან მაგრამ ცუდად მომიიღებთ ხო და რომ არ აყვნენ მსგავს გოგოებს და რომ ვიზახი კიდე იმას რომ პატივისცემა იქონიეთ მეთქი და ნუ დასდევთ მაგ თბილისის ზღვაზე ვიღაცა ბიჭებს და მანქანიდან მანქანაში ნუ დახტიხართქო ეგ თუ გაღიზიანებთ და ეგ თუ თქვენ ძალიან გულზე ხვდებათ მაშინ პრობლემა მეგონი უფრო თქვენ ახართ ვიდრე მე. ამის გარდა კიდე ბოლოს შევეხოთ, ესე იგი Instagram-ზე მოვიდა ვიღაცა ერთი, რავი, იქნებოდა ალბათ 16 წლის გოგო და მეუბნება პირადში ეგეთ რაღაცას. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხი არ გამეიცია, იმიტომ რომ ესეთ იდიოტებს ვატარებ ხოლმე. ესე იგი კომენტარები ჩარტი ძმა ისე ვერ გაგინებ საზოგადოება. ანუ ეს რომ მე გოგოობაზე დამიწყებს ლაპარაკს და ეს რომ მოვა მე და მეტყვის ეგეთ რაღაცას რომ შენ გოგოს პატივისცემა არ იცი. არ გასწავლეს გოგოს პატივისცემა? რომელი ხართ გოგოები აქ, რომელი ხართ ფემინურები, რომელი არ იგინები და არ ელანძღებით, რომელი არ ეწევით, რომელი არ სვამთ, რომელი არ ბოდიში და დაბოზაობთ აქეთ-იქეთ. ანუ რომელი ხართ აქ გოგო, რომელმა იცით თუნდაც ელემენტარული კარტოფილის გაკეთება მაინც, ან თუნდაც კვერცხის შეწვა მაინც რომელმა იცით. რა გოგოობაზე მელაპარაკებით რა, ქალების პატივისცემაზე მელაპარაკებით, რომელი ხალი ხართ ეხა თქვენ აქ. როცა საკუთარ თავს ქალებად ასაღებთ, მაშინ ერთი რაღაცა მაინც ხომ უნდა გაგაჩნდეთ ქალის გარდა ფიზიკურობისა და ფიზიკურობითაც კიდე ვერ ახართ ქალები ზოგიერთი, ავი ულვაშები გაქვთ და ჩემზე დიდი ხელები, ჩემზე დიდი თვები გაქვთ ხელებზე და ფეხებზე და მოკლედ არ ვიცი რა, რანაირად დადიხართ ეგრე საერთოდ. ყველას ახლა კიდე გეუბნებით არ გულისხმობ, ანუ ესეთებს გულისხმობ რა, ანუ ვინც მოდის და იმიტომ რომ მაგინონ რაღაცა მსგავსი გააკეთონ, ანუ ყველაფერს ცდილობენ. და ამის გარდა კიდე რაღაცა მაგალითს მოგიყვანთ, მოკლედ, ესე იგი კიდე მოვიდა, ანუ მეორე დღეს ერთი რო გავატარე, მოვიდა მეორე და მეორე მწერს ეგეთ რაღაცას, კიდე იგივეს რა, კომენტარები ჩართე, ისე ვერ გაგინებთ საზოგადოება. რომელი საზოგადოების წევრი ხართ ერთი თქვენ, რომ ესე რაღაცას იძახით რა, რომ ვერ გაგინებთ რა საზოგადოებაო. რომელი საზოგადოებაში არის მიჩნეული სწორად ის, რომ მიხვიდე და ვიღაცას განსხვავებული აზრის გამო აგინო. თან საქმე იცი რა არის, ანუ ესეთი გოგოები ახლა ვინც მოდიან აქ და ვინც იგინებიან კიდე რაღაც მსგავსი, უმეტესობა როცა ვუპასუხებ ამ ადამიანებს, ესე იგი დაველაპარაკები ცოტა ხანი მის მაგინებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შემთხვევა მქონია ეგეთი. რაღაცა 3 წელია მეგონი TikTok-ზე ვარ და კიდე რაღაცებს ვდებ Instagram-ზეც და ბევრი მომენტი მქონია, როდესაც მოვლიან გოგოები, გინებით, ან რაღაცა ვიდეო ჩაწერით, ან რაღაცა მსგავსი, დაველაპარაკები მე და მეორე დღეს მეუბნებიან, რომ გუშინ დამესიზმრე, გუშინ ჩემთან ერთად იყავი შენ, from the enemies to the lovers. და რაღაც ეგეთი სისულელეები. ან კიდე მოვლიან გოგოები Instagram-ზე, რამდენი მქონია ეგეთი მომენტი, ვინ იცის პროსტა. კაროჩე, როგორ არის იცი? ესე იგი არიან კატეგორია ხალხისა, მაგ გოგოებისა, ვისაც არ მინდა ეხა გამოვიყონო ჩემი თავი რაღაც სასწაულად, მაგრამ მაინც ვიტყვი. ვისაც ვითომ მოვწონო რაღაცა მსგავსი და იმისათვის რომ ჩემი ყურადღება მიიქციონ, წერენ მაგიტო უზდელურად, რომ მე იციან რომ შეიძლება უპასუხო, მაგრამ აღარ პასუხობ ეხა მაგათ. ან კიდე მეორე კატეგორია არის ესეთი, რომლებიც ცოტა თავს იკავებენ, მაგრამ მოვლიან და მეუბნებიან რომ ყველაფერში გეთახმები შენ. და მე ვეუბნები რომ რაში მეთახმები მეთქი და ყველა ვიდეო რაც კიდევ შეთახმები. ხო და ეგეთი მომენტი მქონია ალბათ 1-5-6 მაინც რომ გოგო მოსვლა და ეგეთი რაღაცა უთქვა შემთვის და მაგ მომენტში ანუ პირველი ორი მომენტი როცა მქონდა ეგეთი მეგონა რომ მართლა მეთახმებოდა ნეგენი და მართლა რაღაცა იგივე აზრი ქონდათ რაც მე გამაჩნია მაგრამ მეზარება ხოლმე ეგეთ გოგოებთან ლაპარაკი როდესაც ვხედავ რომ არანაირი წინსვლა არ იქნება არც ურთიერთობაში არც საუბარში არც არაფერში ანუ პროსტა არიან რა ხო და როცა არ მაქვს მაგათან არანაირი დიალოგი, იმიტომ რომ მეზარება კიდე გეუბნებით, როცა ვერ ხვიდავ არანაირ პოტენციალს, ეგრევე ბლოკავენ. ხო და მაკედან გამომდინარე პირველი ორი რო გამოვცადა ეგეთი გოგო, მე მოვიდა მესამე, მე მოვიდა მეოთხე, მე მოვიდა მეხუთე და მაგ ბოლო ორს უთხარი ეგეთი რაღაცა რომ მეთქი პირველი გოგო არ ახარ შენ ვინც მეუბნება ეგეთ რაღაცას რომ ვითომ თქვენ იმიტომ მოდიხართ აქ რომ აი ყველაფერში მეთახმებით, მაგრამ რეალურად საქმე ისაა რომ ნუ მოგწონვართ თქო რა. ხო და მე მეუბნება ეგ ბოლო ორი იმას რომ არა კაცო, არა რა, მომწონხარ ეგ, არა უბრალოდ გეთახმები და მაგიტო რა, შენ საზრს მე პატივს ვცემ. და
დაახლოებით 2 დღიანი საუბრის მერე ერთი კვირა არ მესაუბრია არცეთან, იმიტომ რომ მიწერით არ უწერ არავის დიდად, ხო და ეგრევე ბლოკავენ. და რატო? იმიტომ რომ საქმეც ეგ არის, რომ აი ვითომ მატყუებენ რომ ყველაფერში გეთანხმები შენო. არა და ვისადებილებენ, ან მაგას ხვდები, ეგრევე, ან პირველივე მოწერისთანავე ხვდები იმას თუ როგორები არიან. კარგი, ებსო, უკვე ისე გავაკეთე პრინციპში, რომ timestamp-ი დავწერო ქვემოთ აღწერაში და იქ იქნება პირადი გამოცდილება და მე დაახლოებით 13 წუთიდან ან როდესაც დაიწყება უკვე ამ გოგოზე ლაპარაკი, ან ვინც ვიდეოში არის, მე თქვენ რომ მარტივად გადაახურეთ, ანუ ვისაც გინდათ რომ მოვისმინოთ მხოლოდ ვიდეო და არა თუნდაც წინები ან წინა რაღაცები რაც ვილაპარაკე. Tani ტიპი ვებაზრებოდი ხოლმე რა და ერთხელ მივწერე რომ მეთქი ანუ გავიდე თუ გინდა სადმე. და ის მეუბნება რომ მოსწევი მაქვს, მოდი ჩემთან რა. და მეთქი კარგად ვერ გავიგე, ანუ რა ენაზე ლაპარაკობს ეს ChatGPT-ს რა ვიცი ჩავუგდებდი, მაგრამ ისიც ვერ გაიგებს და შეიძლება გადაიწვას და მაქედან გამომდინარე მოდი ხა. თავიდან მოვისმენ ცოტა მონაკვეთს მაინც. Tinder-ზე გაიცნო ვიღაცა ბიჭი, ან თქვენც გითარგმნით რა რო გაიგოთ, ვინც არ ახართ გარკვეული ხა მსგავს ენებში, იმიტომ რომ მე ვსწავლობდი ადრე. Tinder-ზე გავიცანი ვიღაცა ბიჭიო და მერეო ველაპარაკებოდიო რა და მოსაწევათო მინდაო ეხა მაგასთან წასვლაო და მეუბნებაო ისიც მე რა თქვა მე ვეღარ გადავთარგმნე რა ეგ ახალი სიტყვა არის რაც არ გამიგია არც მე. შეხოდაშორის თავიდან ამას რო უყურებდი და რო ჩამიგდეს ეს ვიდეო მეგონა რა პრინციპში ანუ ვოცნებობდი რომ ეს ყოფილიყო AI, ანუ Google-ის Evo 3 ქვია თუ აუწევი რაღაც ახალი AI არის, რომელსაც შეუძლია რომ შენი სახე ან შენი ტანი ან ყველაფერი აიღოს და გააკეთოს ნებისმიერი ვიდეო შენი სახით, ან ისეთი რეალური იქნება რომ ვერს გაარჩევ რა, ანუ შეიძლება ეხა მე თუნდაც აი პრინციპში ეგეთი იდეა მქონდა რომ აი გამეკეთებინა მანქანების შეკრების ვიდეო AI-ის დახმარებით. წარმოიდგინე ეხა ქუთაისის ქუჩას რო გადავუღო რაღაცა ვიდეო, მე ჩავაგდო მაგ AI-ში და უთხრა ეგეთი რაღაცა რომ ჩემი სახის დახმარებით გააკეთე მანქანების შეკრება ქუთაისში, სადაც მოდის Bugatti, მოდის Koenigsegg, მოდის რაღაცა Skyline, Supra და კიდევ მსგავსი რაღაცეები. და იმდენად რეალური არის რომ ვერს გაარჩევთ თქვენ იმას, ეხა მე მართლა ვიღებ მაგ Bugatti-ს ქუთაისში თუ უბრალოდ რა ვიცი რა AI არის რა, ანუ გაგიჭირდება ძალიან. და ნუ ასე თუ ის რაღაცა გეგმა იყო ეგ, მაგრამ ეგრე არ მოგატყუებს ამშვიდით. ხო და რა ვიცი, ვოცნებობდი და ვფიქრობდი რომ მეთქი AI იქნება ეს თქო, მაგრამ სამწუხაროდ AI არ არის და მართალია. და ის მეუბნება რომ მოსწევი მაქვს, მოდი ჩემთან რა. და მეთქი ოკ. მოსაწევი მაქვსო, მე ვერ გავიგე, იმიტომ რომ რაღაც ესე თქვა და მაქედან გამომდინარე ეგ რაღაცა მორზეს კოდი იყო, მაგრამ წავიკითხე ხა როგორ ჩანს და ეს ეუბნება ოკ. ანუ ეგრევე ვიღაცა Tinder-ზე გაიცნო ტიპი და ესეთი გოგოები რომ მე დამიწყევთ ბიჭო, აი არ მისმის რა, სიდებილის რაღაცა ბოლო დონი არის. რომ აი გოგოს პატივისცემა არ იცი შენ. ანუ ვიღაცა ტიპს იცნობ, ვინც არ იცი როგორ შეიძლება მიდიხარ და მოკლა სახში. და ეს Tinder-ზე გავიცანი ვიღაცა და პირველივე დღეს მეუბნება მოსაწევი მაქვს და ოკ, წამოვალ, ოკ. რა აი არ ვიცი რა. ესეთები რომ აზრს გამოხატავთ საერთოდ საზოგადოებაში, ამას რო ეხა იმის უფლება ექნება რომ ხმა მისცეს ვიღაცას. არ ვიცი რა, რატო აძლევთ ესეთებს იმის უფლებას რომ ხმა მისცენ რომელიღაცა პოლიტიკოს. და მივედი და კიდევ ტიპმა მითხრა რომ sorry უკვე მოვწიე და მეთქი ბლად ოკეი. ხო აი ეს რაღაცა სამი ენა, ანუ რა ამით რას ცდილობ ძალიან მაინტერესებს. ჯერ ერთი რო იძახით იმას ინგლისურს რო იყენებთ, ქართულს რო იყენებთ, რუსულს რო იყენებთ, კიდე რას იყენებთ, რა ვიცი, რაღაც უკრაინულს იყენებთ ალბათ ისე რომ გარწყმოში არ ახართ, ამ შემთხვევით რაღაც სიტყვა შეიძლება წამოგცეთ, ან რაღაცა გერმანულსაც რა. რატო იყენებთ ამდენ ენას თქვენს დიალოგში, როდესაც მაგენებიდან არც ერთი არის წესიერად. დარწმუნებული ვარ ხა ამ გოგომ არც ინგლისური იცი წესიერად, არც რუსული და არც ქართული. მით უმეტეს ქართული არ იცოდინება, ეკო ფაქტი არის. სხვადასხვა ამაზე ბევრი ლაპარაკობს რა, ანუ რა ჩვევა გაქვთ ეგეთი რა. ამას წინ კიდე ვიყავი თბილისში და რო შევედი მეტროში, ორი გოგო დამედგა ჩემს გვერდით, რა იქნებოდნენ ალბათ 16-ან 17 წლის და ტიპებმა დაიწყეს ინგლისურად ლაპარაკი და აქცენტზე ეთყობოდათ ეხლა რომ ეგენი არ იყვნენ არც ამერიკელები და არც ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან იყვნენ ვიღაცა ქართული გოგოები. ხო და მე ისე მოხდა რომ ერთმა გოგომ არ იცოდა ინგლისური სიტყვა და ქართულად გეტყვიო რა ამ გოგოს ეუბნება და უთანხმდებიან ერთმანეთს რომ აი ქართულად გეტყვიო ეხაო. რატო აკეთებთ ამას? ანუ ქართულად რო ვილაპარაკოთ, გეპაზორებათ და ტეხავს თუ ანუ რა პონტი არის ეგი. და მე კიდე ვიღაცა რუსულ ჟარგონს რო გამოიყენებს, ან ბლიადს, ან თუნდაც ისეთ რაღაცას რო აი კაროჩე სიტყვის რა, მაგაზე ეკეტებათ, რომ როგორ შეიძლება შენ რუსულ სიტყვას იყენებ? როგორ შეიძლება და ამასობაში კიდე მაგათი ორი წინადადებიდან, ნუ პრინციპში მაგათი 10 სიტყვიდან 9 არის ინგლისური. ან კიდე აი როგორ ვერ ვიტან იმას, ესე იგი
ტელევიზიებში და სოციალურ ქსელებში რა, როდესაც ვიღაცა გამოდის არხი და ლაპარაკობს რაღაცა, ქართული სიტყვებით რა, რეალურად არხებმა და სოციალურ ქსელში ეგეთმა ტელევიზიებმა უნდა ილაპარაკონ ძალიან ბოლო დონის ჩვეულებრივ ენაზე რა, გულისხმობ იმას, რომ ქართულ სიტყვებს რო გამოიყენებენ, უნდა იყოს ეგ ქართული სიტყვები B1 მინიმუმ რა, პრინციპში მაქსიმუმ უნდა იყოს B1. იმისათვის რომ ყველა ადამიანმა გაიგოს თუ რას ლაპარაკობენ და როგორ ლაპარაკობენ. მაგრამ საქართველოში ეგ პირიქით არის. ანუ ამერიკაში და ინგლისში ხო არის რაღაცა BBC და მსგავსი რაღაცეები, ეგენი იყენებენ B1 და მაქსიმუმ შეიძლება B2 გამოიყენონ ეგეც შემთხვევით ალბათ. იმისათვის რომ ყველამ გაიგოს ის თუ რას ლაპარაკობენ, მაგრამ საქართველოში იყენებენ რაღაცა C1 და C2 ქართულს და ქართულსაც არ იყენებენ, რაღაცა სიტყვებს მოთხრიან არსაიდან, რაღაცა შეაერთებენ კოკა-პეპსი ან ყავა-კოლა და რაღაცა ეგეთ იდიოტობას იტყვიან, ვითომ სიტყვა მოიგონეს ახალი, მხოლოდ იმისათვის რომ გამოჩნდნენ ძალიან ჭკვიანები, მაგრამ ამასობაში ვერც მაყურებელი ვერ იგებს იმას თუ რას ლაპარაკობენ, ვერც თვითონ ვერ იგებენ იმას თუ რას ამბობენ, პროსტ ამბობენ, იმიტომ რომ უნდათ რომ გამოჩნდნენ რაღაცა ინტელიგენტი ტიპები. ხო და შეეშვით ამ რაღაცა ინგლისური სიტყვების გამოყენებას, ვიღაცა მოხუცი ხალი გიყურებს, ეხა შენ არ ვიღაცა მოხუცი კაცი გიყურებს შვილიშვილთან ერთად და როცა ლაპარაკობ და რაღაცა იდიოტობას სიტყვებს თხრი, აი თუნდაც მაგალითად პრევენცია იმის მაგივრად რომ თავიდანაცილება თქვა რაღაცა მსგავსი ეგეთი და მე ეს ბები ამ ბაბუა ეუბნება ამ შვილიშვილს რომ აი ნახე ეგერ ჭკვიანი კაცი არის ის ბევრი ისწავლა იმან ბევრი ისწავლა ჩემი ფეხები იქნა კიდე რაღაცა სიტყვა მოიგონა და გადააკეთა ინგლისური ქართულად მე რა კაით რა ანუ რატო იქცევით ესე არ მესმის საქართველოში ეს მენტალიტეტი არის რაღაცა ბოლო დონეზე დაცემული მაგრამ ანუ მე დალეული მქონდა უკვე და ისედაც საკაიფოდ ვიყავ აჰა ესე იგი ვიღაცა კაცთან ან ბიჭთან რომელიც წინერზე გაიცნო თან პირველივე დღესვე პატიჟებს მოსაწევად წავედიო რა ოკ თქვი და წავედიო მაგასთან მოსაწევადო თან კიდე დალეული ვიყავიო უკვეო და პლუს კიდე მოწევას ვაპირებდი მე ზემოდანო და მე ამას რო რაღაცას უზამენ არ ვიტყვი ხა რას უზამენ მე უკვირთ რა ანუ ესე კაცები ძალიან ცუდები არიან კაცები ესეთი კაცები ისები რატო მიდიხართ მე თქვენ ეგეთ ადგილებში ანუ არ მისმის აი ვერ ვიგებ რატო შვებით ესე არანაირ და მე კომენტარებში კიდე დამიწყებენ მე გინებას ეს იდიოტი გოგუები რომ შენ გოგოების პატივისცემა არ იცი თქვენ თვითონ არ იცით თქვენი პატივისცემა და თქვენი საკუთარი სხეულის დაფასება იმიტომ რომ უტვინოები ხართ ბევრი ანუ ჩემი უყურებელი არა რა თქმა უნდა მაგრამ ესეთები ან კიდე ანუ არ ვიცი ეს კიდე ახალი ტრენდი არის რაღაცა ესე იგი ეს თეთრკანიანი გოგუები ადგებიან და წავლიან რაღაცა არაბულ ქვეყანაში მარტო ან გადაზღუდავენ იმას რომ რა კაიდია იქნება ეხლა რომ წავიდე ინდოეთში მარტო და წავლიან ინდოეთში მარტო გააოპატიურებენ ჩამოვლიან და მე ტირიან რომ ინდოეთში გამაოპატიურეს კაი კაცო გიკვირს რაღაცა ეხლა რომ ინდოეთში გააოპატიურეს ან თუნდაც რაღაცა არაბულ ქვეყანაში ვიღაცამ ნარკოტიკი ჩაგიყარა ეხლა რა თქმა უნდა ეგენი ხდება კიდე ნებისმიერ ქვეყანაში მაგრამ როცა სტატისტიკა აჩვენებს იმას რომ ინდოეთში ეგეთი რაღაც ანუ გაოპატიურებები მკვლელობები და მსგავსი რაღაცები ყოველ მეორე დღეს ხდება და პლუს კიდე მაგათი მთავრობა ან მაგათი მთავრობაში ხალხი ვინც არის ეგენიც კიდე მოუწოდებენ ხალხს რომ ეგ არის ჩვეულებრივი ამბავი ანუ გაოპატიურება რატო გიკვირთ ის და რატო მიდიხართ მან და არ ვიცი თქვენ საკუთარ თავს საფრთხეში იგდებთ და მე ტირი ხართ იმაზე რომ ყველა კაცი ერთი და იგივე არის არ ვიცი აი ეხა მე რო წავიდე ისეთ სახლში სადაც ვიცი რომ არიან მკვლელი ქალები და რო შევიდე მაგ სახლში და დამჭარი მქალებმა და მე გამოვიქცე და ანუ რაღაცა ბეწვზე გადავრჩე და მეორე დღეს დავიწყო სოციალურ ქსელში ლაპარაკი იმაზე რომ ყველა ქალი მკვლელი არის ყველა ქალი დებილია ყველა ქალი ეს არის ყველა ქალი ის არის ხო იქნები იდიოტი ეხა მაგრამ ნუ ახლა რა თქმა უნდა იქნებიან ისეთი იდიოტი ხალხი ვინც მენდობა და დამიჯერებს და იფიქრებს იმას რომ ყველა ქალი მართლა ეგეთი არის და ეგეთ ხალხს ვერ ვიტან რომ აი ესე ფიქრობენ ხო და ანუ იდეაში ლაპარაკობთ მე მგონია რომ ანუ აი მეგობარის გავიჩინე თუ რაღაცა და იდეაში რაღაცა რა მაგარი მეგობარი ვაიმე ბიჭო ხალხი ესეთი დებილი როგორ არის პროსტა არ მესმის აი რანაირად შეიძლება რომ თან ანუ ისე კი არ არის რომ გული მწყდება უკვე ადრე მწყდებოდა გული და რო უყურებდი ესეთ ადამიანებს მეწოდებოდა რა და მეთქი იქნება როგორმე დაეხმარო საკუთარ თავს ან ვიღაცა მაინც დაეხმაროს ესეთ ტიპებს თქო მაგრამ ეხა უკვე ინდონეზე მიდის ამათი სიდებილე რომ პროსტა ბრაზდები რომ აი როგორ შეიძლება ესეთ სიდებილემდე ადამიანი მივიდეს მეგობარი გავიჩინეო ანუ რა მეგობრებს იჩენთ ბიჭო თქვენ აზზე ხართ ერთი დღის გაცნობილი ვიღაცა ტინდერზე ვინც მოსაწევს
მოსაწევად პატიჟებს სახლში, შენც კიდე როგორც გოგო მიდიხარ მაგის სახლში, როცა არც იცი როგორი ადამიანი არის, შეიძლება ან კლავს, ან გაუპატიურებს, ან რაღაცას გიშვება ეგეც, ან ისეთ ნარკოტიკს გაძლევს, რომ შეიძლება ვერაფერი, ანუ არ ვიცი რა. საინტერესოა ბიჭო, მართლა რა, ამ ადამიანების გონება რა, და ესეთი მეგობრები რო ყავთ, მე რანაირად ბიჭო, ეს როგორ მოვიდა საერთოდ, ეხლა რამდენი წლის იქნება ეს 18 ალბათ ან 19, ხო? როგორ მოვიდა ამასაკამდე? არ ვიცი მართლა. ანჯერ რა არის ეს რა ზმანი აქვს ტიპს? ლურჯი რაღაცა, არ მინდა ეხლა რო თქვა რაღაცა ცუდები, მაგრამ კომენტარებში წერია რომ სოფლიდან ჩამოსული არის ეს უეჭველიო და ამით ეხლა ესენი იმას კი არ გულისხმობენ რომ ყველა სოფლელი ესეთი არის. ამით გულისხმობენ იმას რომ თანამედროვე სოფლელი როგორი არის რა, ანუ სოფელში რო იბადები, მაგრამ თან კიდე TikTok-ს რო უყურებ და თან კიდე შენი გონება რომ ვითომ რაღაცა ზენიტში არის და ძალიან ლიბერალი რო ხარ. და მე ჩავლიან ქალაქში და იქიდან გამომდინარე რომ ანუ არც მშობლები არ აყავთ იქ, არც ძველი დაქალები არ არიან იქ, არც მაგაცები არ არიან, არც ნაცნობები არ არიან. ფაქტიურად საკუთარ ახალ სხეულს აჩვენენ რა, ახალ თავიანთ თავს აჩვენენ საზოგადოებას, იმიტომ რომ ვინც ახალი არის, იმათმა ხო არის ის თუ როგორი შეზღუდული იყო ეს გოგო საკუთარ სოფელში და არ შეეძლო რაღაცების გაკეთება, როგორიც არის თუნდაც ესე ჩაცმა, ან თუნდაც ბოდიში და ბოზაობა ან რაღაცა მსგავსი. მაგრამ იქ უკვე რომ ქალაქში არ იცნობს არავინ და შესაბამისად საკუთარ რეალურ თავს აჩვენებენ და აცნობენ დაქალებს და კიდე ხალხსაც. ეხლა ამ გოგოზე კი არ არის ლაბარაკი კონკრეტულად, მაგრამ ზოგადად ვიზახი რა, ვინც შვება ეგრე. რიზინგი დამიწყო და he was like, ანუ can you suck my dick, like, and I was just like, what the fuck, man? რას ლაპარაკობს ბიჭო, ეს რა არის? არ და როგორ მინდოდა რომ AI ყოფილიყო ეს, მაგრამ ეს AI-ც ვერ გააკეთებდა ამას. ანუ AI არ ამგონია რომ გეთქვა მაგისთვის რომ სამენაზე მოლაპარაკე ქალი დამისვიო და ვერ გააკეთებდა ამას. ეს რაღაცა ხო იცი ხელოვნური ინტელექტი რო არის რა, AI, ეს არის ბუნებრივი ინტელექტი, ოღონდ შეცდომა. არ ვიცი რა, მიგვირს მართლა. ვიღაცა ბიჭთან მიდის პირველივე დღეს იმისათვის რომ მოსაწევი მოწიონ, ან ნარკოტიკი რაღაცა მიიღონ, ან მარიხუანა რაც არ უნდა იყოს, თან ნასვამი მიდის მაგ ბიჭთან და მერე უკვირს რომ ეგ ბიჭი იმას ეუნება რომ can you suck my dick რა. ანუ ვინც ვერ თარგმნის მაგ ინგლისურს, მოკლედ ჩემი პირადი ადგილი ჩაიდე პირშიო ესეთი რაღაცა გადავთარგმნოთ მოდი. რა გიკვირს, ანუ რა არ ვიცი. მე რო გოგო ვიყო ეხა და Tinder-ს ვიყენებ იმისათვის რომ ჯერ Tinder-ს არც გამოვიყენებდი, მე რო გოგო ვიყო და ვიღაცა წესიერ ბიჭს ვეძებდი, მაგრამ მაინც. და ვიყენებ TikTok-ს Tinder-ს ბოდიში და ვნახე ვიღაცა ბიჭი მეუბნება პირველივე დღეს იმას რომ წამოდი მოვწიოთ. და მეც კიდე პასუხობ, კაი. ანუ რა დონის დებილი უნდა ვიყო როგორც გოგო. ჯერ თქვენი ინსტინქტი ხო უნდა იყოს ის, ანუ ფაქტიურად არ ვიცი, caveman-ობის დროიდან, ანუ პირველყოფილი ადამიანობიდან თქვენი ინსტინქტი ხო არის ის, რომ შეარჩიოთ კარგი მეწყვილე. არა მარტო იმისთვის, რომ თქვენ დაგიცვას მაგ მეწყვილემ, ასევე იმისთვის, რომ შვილები გყავდეთ წესიერი, შვილებს მიხედოს და მოკლედ თქვენთან დარჩეს და მოკლედ თქვენზე იზრუნოს. ანუ ეს ხო უნდა იყოს გოგოების ინსტინქტი. მაგრამ ეხლა რატო შეიცვალა ისე, რომ ან ვერ ანსხოვებთ მაგას, ან თქვენი ინსტინქტი კიდე ჩააკვდა, ან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ეხლა პირიქით არის რა, ანუ ვინც წესით უნდა იყოს ან ვისთანაც უნდა მივიდნენ ეს გოგოები, მაგას იყიდებენ, მაგრამ მიდიან იმასთან, ვისთანაც არ უნდა მივიდნენ. ანუ ისეთ ბიჭებთან, ვინც პროსტა ხმარობს და მე აგდებს. და TikTok-ში ანუ მაგისგან რომ წავედი მე აღარ მოუწერია მის მე რა. აი კაცო, ესეთი რაღაცა როგორ მოხდა, როგორ არ მიწერა იმ ბიჭმა? როგორ არ მიწერა? ხალხო, თქვენ ხვდებით ახლა რა მოხდა? ბიჭმა არ მიწერა. რატო არ მოგწერა შენი ეზრით? ანუ ვერსიაზრებს იმას, რატო არ მიწერა იმ ბიჭმა? ბიჭო, როგორ მეწოდება ესეთი ხალხი და თან კიდე ცოტა ბრაზდები კიდეს, რომ ესეთი დებილები როგორ არიან? რატო არ მომწერა იმ ბიჭმა? კაი კაცო, ნეტა რატო? არ მინდა რა, საზოგადოებაში გავლა აღარ მინდა უკვე. მინდა რომ პროსტა სახლში ვიყო, უბრალოდ ეგ შეუძლებელია ხა რომ სახლში იყო და არაფერი აკეთო. მაშინ უნდა იყო ვიღაცა ამერიკელი სტრიმერი და 24 საათი უნდა იყო სახლში. და ეხლა მდიდარი რო იყო, რაღაცა არ კუნძულს ვიყიდიდი ალბათ და ვიქნებოდი ჩემთვის იქ რომ ესეთმა ხალხმა არ შემაწუხოს და ესეთი ხალხი კიდე არ უნახოს სოციალურ ქსელში. პროსტა მანქანები მეყოლებოდა, გემის დახმარებით ჩამოვიდან და იქ რაღაც კორვეტი იქნებოდა თუ რაღაც კამარო იქნებოდა მსგავსებს და ვივლიდი რა მაგ ადგილზე. არც პოლიცია მეყოლებოდა იქ, არც ხალხი იქნებოდა, პროსტა ჩემით ვიქნებოდი მარტო მაგ კუნძულზე,
ვიდრე ვტავებდი, ბერნაუთებს გავაკეთებდი, ვიხალისებდი, კომპიუტერში რაღაცა თამაშებს თამაშობდი და მოკლედ საბოლოოდ იქნებოდა ისე, რომ ვიქნებოდი ძალიან კარგად. მეყოლებოდა ერთი კატა ალბათ, ერთი ძაღლი და всё. აი, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა მანდ. ამ TikTok-ს რო ხსნი, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელს რო ხსნი, ეგრევე მეკარგება იმ ცხოვრების მიზანი რა, ფაქტიურად. რას უყურებ ბიჭო, აი ეს რა ხალხი არის, საიდან იბადებიან, სად მოდიან, სად იზრდებიან, არ ვიცი. ნუ ერთ სიტყვით ახლა ვიდეო ძალიან გამეწელა და მაგისთვის ბოდიში ხდით, მაგრამ ეგ არის და ეგ. ეხლა წავედი, წარმატებები ყველას და დროებით.